ზემაცერენა უნახევრებს. ამიტომ ადრე გაზაფხულზე ეს თლად კარგად არ ჩანს, თუ დაკვირვებული მეფუტკრი არ არის. იმიტომ რომ ეს ნეოზემაცერენა კი არის ტრიალებს, მაგრამ გაზაფხულზე ბევრი არის ბარტყი და სულ ყველა ხო არ არის ალბათ, ნაწილი მაინც რჩება. რომ არ არის ყველა და თავიდან მაინც სულ ყველა არ არის დაავადებული. ამიტომ ისინი ცოცხლობენ და ფუტკარი ფუტკრის ოჯახი ნელა, მაგრამ მაინც მაქვს. ისეთი ტემპით არა როგორც ადრე იყო, მაგრამ მაინც მაქვს. მეორე შეავსეთ რა ეს ხალხი. ეს არა. ბატონს რა თუნდა ერთში ჩაწერეთ, ყველა ქვევით მიაწეყეთ, მე ისე საკუთარი თავი და გათავდა საქმე. არა, ერთი არის უკვე შევსებული ბადანი და ვინც ის არ შეავსო, აი ეს შეავსო. ეხლა იმასთან რა შეიძლება გავყვეთ რა ნეოზემაცერენას კლინიკას. კლინიკა გამოიხატება რომ უცებ ბуквально როგორ იქნება ქართულად. დაახლოებით უცებვე, აი დაახლოებით შემოდგომის ზამთრის პერიოდისთვის, როდესაც ბარტყის დაბადების კოეფიციენტი შედარებით მცირე არის და ფუტკარი ადვილად იღუპება, თან იღუპება ისე რომ არც კაში არის და არც გარეთ არ არის. ფუტკარი იღუპება ბუნებრივი სიკვდილით. თქვენ საფუტკრეში რომ დადეხართ, იქ ბუნებრივად მკვდარ ფუტკარს ნახულობთ. ძალიან ცოტა, ძალიან იშვიათად. ეხლა მოდი ისე მათემატიკა გავიხსენოთ. აი 50 წლიანი საფუტკრე რამდენს აკავთ ერთ ხელიაციაც? 30 ფუტკრის ოჯახი. ძალიან კარგი. ეს დაახლოებით 50-60 იყოს ერთ საფუტკრეში. წლის განმავლობაში თუ იცით რამდენი ტონა ფუტკარი იცვლება ამ საფუტკრეში? რამდენი ტონა, რამდენი კილო, რა ვიცი, რითაც გინდა ის გავა. ერთ საფუტკრეში. დაახლოებით ალბათ ერთ ფუტკარი ერთ კაცს შეიძლება გამოიცვალოს 10,000 ფუტკარი არის ერთი. დაახლოებით 30 კილო ერთის კიდევ. დაახლოებით 23-30 კილო ერთი. დასავლეთ საქართველოში კაცილებით მეტი არის, დაახლოებით 30 კილომდე. ხეილიანს კაში იცვლება ფუტკარი. 50 რა ტონა ნახევარი ფუტკარი გადის წელიწადში. ტონა და 200 ტონა ნახევარი ფუტკარი. ამას ჩვენ ვერ ვნახულობთ. ვერც აქ საფუტკრეში, ვერც ქუჩაში რომ დავგორიაროთ. ჩემ სოფელში აქ გოგიელა კახელიანს იცნობთ. იმას ორგანა აქვს საფუტკრე. მე 4 განა მაქვს. კიდე ერთ ჩემი მოწაფე არის შალიკო, იმას ერთგანა აქვს და კიდე ერთი ივერისანოძია, იმა 7 საფუტკრეა, სულ 7 კილომეტრი არა აქვს ამ სოფელს 3 პარალელური გზა მიდის. არის ბაზარი. ტონა ფუტკარს კი არა, ერთ მუჭა ფუტკარს, რაც არ უნდა ირბინო ტყეში, ღრეში, გზაში და იმაში რა ქვია, შეიძლება პანჯერაში შემოსული და სინათლეზე ის ნახო ერთი მუჭა ფუტკარი, თორემ ტონა ფუტკარს კი არა, ერთ მუჭას ვერ მოაგროვებ ვერსა. მოკლედ ტონა ნახევარი გადის ერთი. ამას ვერ ხედავ. და ნეოზემაცერენას და უკაცრავად ერთ წუთს არაფერი არ გამოვა, თქვენი ხმაურით მეც და სხვებსაც ხელი გვეშლება. ეხლა ერთი წამი, აქ რო პატარა ცოლოფნები იყო საბწამიდა. Откуда я знаю? А может быть он второй раз выкинул этот целок? საიდან მიშოვა? ხო, აი. ხო, შედეგი არის ძალიან სავალალო. იმიტომ რომ როდესაც ვირუსულ დაავადებებს ავრცელებს, ალიკონკი ერთი თქვა და აი ეს დეფორმაციის ვირუს დეფორმაციის პრილა. მაგის გარდა კიდე არის, რომლებიც თქვენ თვალით კარგად გინახავთ და კლინიკა კარგად მოჩანს, ეგრეთ წოდებული შავი სადედეების ვირუსი. შავი სადედეების ვირუსი ახლა მეგეთქვით თქვენ, რომელსაც ვარო ავრცელებს, ეს არის უჯრები. პატარა ნახრეტი აქვს და იმას თუ იმას იზამ გახსნი. შიგ არის ან ყავისფერი ბარტყი, ზოგი ფუტკრის, ზოგი იმის დონეზე.
და ჭამყდარი არის. ესენი თავი გახსნილი აქვს შუაში. მშრალები. ხო, შავი სადედეების ამას იმიტომ ქვია, რომ ეს ვირუსი პირველად აღმოაჩინეს სადედეებს. მყარი მასა მყარია თუ მყარი არ არის მასა, ხან ბილია მერე ხმება თანდითან და მყარდება როგორც ესეთი. ასკოსფეროზი თეთრი და ნაცრისფერი არის და სემიჩკას არის თხელი არის, გაფრთხილებული მუმიფიცირებული ფუტკარია და ეს არის აი ნაყროტები არის ბარტყი, როდესაც არ უნდა გადახსნა. გადაბეჭდეს ხო? გადახსენით მაშინ თეთრია. ზეგრო ფუტკარი უნდა გამოვიდეს და უკვე ფუტკრის იმიჯი აქვს მიღებული. ის ფუტკარის თეთრია, გინდა მაღალი, გინდა ის. ორი დღით ადრე იწყებს გაყარისფრებას და ფერი შეცვლას. დედა ფუტკარის. და თქვენ როდესაც არ უნდა მკვდარი ბარტყიც რო ნახოს, ამან დალპობას არ დაიწყებს, მანამდე ის თეთრია. აი შავი სადედეების ვირუსით დაავადებული, როგორც კი თავის მოხსნი არაფერი არ ეთყობა ეს გარედან, იქ უკვე ყავისფერია ბარტყი. ფუმფლიც აი ეს რო არ მოუხსოვია და ნახეთ ძალიან კარგი. აი ეს არის ჩვენთან ერთ-ერთი გავრცელებული. კალბატონი ვენერა მაგას იმას ჩამყდარ ბარტს უძახოდა ხოლმე. იმიტომ რომ დაინახა რომ ჩამყდარი იყო და მაშინ ესენი არ იყო. გარდა ფრთის დეფორმაციის ვირუსისა, ფრთის დეფორმაციის ვირუსი ადრე ეძახოდნენ რომ ვაროვამ შეუჭამა ფრთები. არაფერი არ შეუჭამა, ვაროვას არ აქვს კბილები, ყბები და ის, აქ ერთი-ეგეთი სტილეტი მარტო. აი ესეთი ფორმის, აი ზუსტად. აი საკმაოდ და იმითი ჩხვლიტავს ში. მეტი არაფერი და წუწნა შეუძლია. შესაძლებელი მას არაფერი არ აქვს. მაგრამ იმ ფუტკრებს რო დააკვირდეთ, თუ დააკვირდებით, ნახავთ რომ ისინი არის დაპატარებული. ხიტინი მარტო ფრთები კი არა. ტანის ფუტკრის ის სხეული, სკელეტი არის გარედან ის ხიტინი. ესენი არიან პატარები. და რაც თავარი არა აქვთ ბუსუსები. ან შავია, ან მუქი ყავისფერია და არა აქვთ ბუსუსები. დაპატარებული მიმკვდარულებული არის. გამოფიტულია რა. გამოფიტული და ისეთი არის. ეს არის ვირუსის ბრალი. მეტი არაფრის ხიტინის იმაზე კარგად ცუდად მოხდა. მეორე არის ობლოსნეი კრილო, გამჭვირვალე ფრთები. ფუტკარს რო გახედო, გინ მამას, გინ დედას, გინ იმას, გამჭვირვალი აქვს და ის ჟილკები კი ეთყობა, მაგრამ ესენი არის გამჭვირვალე. შიგ პერეპონკები არის გამჭვირვალე. აი იმ ვირუსით დაავადებულ იმას ფუტკარს თან პატარავდება, თან იმასებოდა, ესეთი არის რძისფერ ნისლისფერი. ეს არის ესე რა ქვია, მეორე ვირუსი. ფრთის დეფორმაციის გითხარით, შავი სადედეების გითხარით. ხო, კიდე რაც თავარი და ყველაზე უფრო ცუდი ვირუსები. ესენი არიან მწვავე პარალიჩის ვირუსი. და მეორე არის ქრონიკული პარალიჩის ვირუსი. ერთი ვირუსის შეშვებიდან 2 კვირაში კლავს ფუტკარს, მეორე 5-დან 7 დღეში. პატუევი იყო ძალიან კარგი მეცნიერი იმაში, რა ქვია, მოსკოვში НИИС-ГИ, ესე ქვიოდა ინსტიტუტს. Всесоюзный научно-исследовательский институт экологии и гигиены пчел. ესე ქვიოდა ამას. კლაჩკო იყო დირექტორი, იმ პატუევსაც კარგად ვიცნობდი, ჩემეხნის იყო სამწუხაროდ 3 წელიწადი უკვე გარდაიცვალა, ერთ-მეორეზე უფრო უკეთესი სტადიები ჰქონდა. 88 წელში თუ არ ვცდები, გამოაქვეყნა სტატია ესეთი. აიღო ორი პარალიჩით, რომელიც იყო დაავადებული სკიდან და ის ჩქარა იცლებოდა ის ფუტკრისგან. ვაროვა, 10 წალი ვაროვა. დაიჭირა ჯამთელი 100 წალი ფუტკარი, ენტომოლოგიური გალია ქვია, ამოდენა ის არის, ესეთი, იმაში ჩაყარა ესენი, შეუშვეს 10 წალი ვაროვაში, აქედან ჰქონდა შაქრის წყალხსნარი. მეორეში ისევ 100 წალი ფუტკარი იმავე სკიდან ჩაყარა. მოიყვანა სხვა სკიდან ვაროვა ისევ 10 წალი, რომელიც არ იყო გოსტრი პარალიჩის ვირუსით დასნებოვანებული და ისინი შეუშვა შიგ. შედეგი იყო ესეთი, რომ აქ ბოლო ფუტკარი მგონი 27-35 დღეზე დაიღუპა. იქ ყველაზე ბოლო მგონი 12 დღეში დაიღუპა. და 6 თუ 7 დღეში იმ 10 ვაროვამ ის 100 წალი ფუტკარის ნახევარზე მეტი მკვდარი ჩამოყარა ძირში. ეს ყველა კბენაზე 5-6 დღე უნდა იმის განვითარებას, ოსტრი პარალიჩი ეგეთი.
მესამე ის რა ქვია იმისი არის ანუ ყველა ვარვა არ აკარებს ყველა ვარვა არ აკარებს ჩვენთან მე მგონი აი ეს ოსტრი აი მწვავე პარალიჩის ვირუსი არ არის ჯერ ჩემი აზრით თორე ცუდ დღეში ვიქნებოდით ყველა ცარიელსკებთან ვიქნებოდით ახლა გარეგნულად ნიშანი თუ რა არაფერი ნიშანი არ არის ვირუსი ელექტრონულ მიკროსკოპში ჩანს 1,800,000-დან მილიონი ანუ საფრენზე რო ფუტკრები ხარკალობენ ასე და იყოს საფრენზე რო ფუტკრები ხარკალობენ ეს შეიძლება იყოს აკარაკიდოზი უკეთეს შემთხვევაში ოსტრი პარალიჩის ვირუსი მე ვნახე 80-იან წლებში მე მგონი იმიტომ რომ მაშინ არის დასახელებაც არის ცოტა ხალხმა თელი საფუტკრე ერთ თვეში რომელიც თაფლი გამოწურე და იმაში სოფელში სამოვედი ეგ იყო 3 აგვისტო და 3 სექტემბერს იმ საფუტკრეში რომ მივედი 80-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი იყო ეს ფუტკარი გაშლილი იყო იმაზე აი ესე 5 სანტიმეტრიან ფენად და ეს იყო ნოხივით აი როგორც ეს არის სწორი ესეთი ბაღში იყო ეს ფუტკარი ახლა ზოგან ორმო იქნებოდა ზოგან ხოლმე თუ რაღაცა ხო მიწაზე ნახე მიწაზე იყო სულ ეს გაშლილი ეს ფუტკარი და ამალ რო შევიდე და დავაბიჯებდით ამ იმას იქ 40 თუ იყო ფეხი გვივარდებოდა ესე ფრთხილად დავდიოდი დახოფიცილი ფუტკარი პირდაპირ ეყარაძეებს იგივე სურათი იყო თბილისის შემოგარენში სულ ყველგან ეგ იყო კოჯორში იყო ეს მოხდა ძირ წავკიში იმაში ოქროპანაში იმაში 80-იან წლებში თბილისის ახლომახლო საგარეჯომდე და საკერა იმამდე გურჯაანამდე და თელავამდე ჩავედი ფუტკარი აღარ იყო დარჩენილი და ეს ფუტკარი სულ ყველა თვალნათლივ ეყარა ესე უცებ ან შხამს შეეძლო მოეკლავ საფრთხეოშიც მივედი იმას ის რა ქვია ხო არაფერი შეწავლე არა ყველა ხელებში და მაგდენ იმას შხამქიმიკალის არ გექნებოდა უჯო ამ ხელაი ფართობებზე რო შეგეწამლა რა გასლაპარაკო ძველი მეფუტკრეებს იმის მერე წელში აღარ გავამართიათ და აღარ იმას ვქნიათ მე თუ ვკითხავთ ეგ იყო ოსტრი პარალიჩი არის ძალიან ჩვენთან ოსტრი პარალიჩი არ არის იგივე მსგავსი კიდევ უფრო სწრაფი არის ეგვიპტოვირუსი იქ ეგვიპტეში იყო და ისრაელსკი ვირუს ოსტრივო პარალიჩია ის თუ 5-7 დღეში იკლავს თუ 8 დღეში ეს გონი 5 დღეში უფრო ნაკლები 2-3 დღით უფრო ნაკლებში კლავს ეს ვირუსი ამელის ყველაფერს მატარებელი გადამტანი და თითო იმას სხვადასხვა ფუტკარს კმენს ვაროა არის ვაროა ერთადერთი გამო ვირუსებზე წამლები ადამიანებისთვის არ აქვს ერთადერთი ჰეპატიტზე რაღაცა გამოიგონეს და ცოტა უშველეს და ეგ ეს დიდი აღმოჩენა იყო ადამიანებისთვის არ აქვს შოპზეც არ აქვს პასტერის დამსახურებაა ის რომ თუ მანამდე ვთქვათ სოფიანმა ძმა გეკმინა და დროზე უკუნალებ გადარჩები თორე თუ ნიშანი გამოგაშდა რა შეედასვიდანია იმის უკანონმდებლობა აღარ არის ესეთი არის საქმე ამიტომ ჯობია რომ აქამდე არ მივიყვანოთ საქმე ერთადერთი გზა რა შეგვიძლია ეს არის რომ ვარვას უნდა ვებრძოლოთ შემდეგ მეცადინებაც ალბათ აი ამ ვარვას ბრძოლის სხვა მეთოდებზე და იმებზე იქნება და ეს არის ვარვატოსთან ბრძოლის მეთოდია ძირითადად იმიტომ რომ მაგრამ არ დაივიწყებს ნოზემებს კი არა ნოზემები იმიტომ რომ ჩვენ ნოზემის საწინააღმდეგო ჰქონდა ნოზემასკოპი რომელიც გაცილებით უფრო ეფექტური იყო და უკეთეს იტალიიდან შემოყოდა ეს იყო მეტრონიდაზოლის და ფუმიდილბეს ნარევი აკრძალულია სანკტე 2021 წლიდან რაც მარაგები იყო ისინი უნდა გახარჯული იყო და 2021 წლის ბოლოს იყო დარეგისტრირებული ვისაც ჰქონდა ის პრეპარატი რუსული ნოზემატი სულ ყველა მეტრონიდაზოლს შეიცავს ერთი 40%-იანს და კიდე ტეტრაციკლინი არის შიგნით ესენი აკრძალულია რო გინდოდეს ვერსად ვერ ნახავ შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს ახლა ჯიბით ჩამოტანილი ძალიან კარგი შედეგი მოხდა პიპილის რა პიპილი კი ბატონო ჩვენ გვაქვს აპიბიო 1 რომელიც არის 300 გრამიანი იქ ძირითადად არის ნოზემის საწინააღმდეგო ორი პრეპარატი ერთი ჩვეულებრივი წითელი ციცაკა და მეორე მწარი აბზინდა 56 წლის ფშელაოსტოში იყო ერთი რეცეპტი და 58 თუ 59-ის მეორე რეცეპტი
და მაგის გარდა კიდე სხვა პრეპარატები, აპიმაქსის მსგავსია. მე თუ ვკითხო, უფრო იაფია და უფრო ქმედითი, ასე ვთქვათ, ჩვენი გაკეთებული. წარიამზი და ვერ გავიგე როგორია ვეძებ. წარიამზი და ჩვენთან არა. დასავლეთ საქართველოში მწარე აბზინდა არ არის, მჟავე ნიადაგს ვერ იტანს. მოვიტანე სპეციალურად დავდგე, მეორე 2 წელიწადი იკოჟინე და გაქრა. მჟავე ნიადაგს ვერ იტანს. ისე როგორც ჩვენა გარგარი გენახია დასავლეთ საქართველოში. მე ისხამს. აქ შეიძლება კიდე მოისხოს ცოტა. არა, შედეგიანი. გიორგი, არა, ისეთ შედეგი არ აქვს, მაგრამ იურა ბურდილაძე საკითხე. ხო, ზოგიერთი. აბა იქიდან მოა. ხო, არ ვიცი და მეთქი იქნება თქო და მან ინტერესებს ზუსტად როგორ. ეხლა ჩვენ დავჭით ამ ხახნო სამინისტროში რო ხალხი ზის, ისინი ერთ ქაღალდებს მეორე მხარეს დებენ, მეორე ქაღალდებს მესამე უჯრაში დებენ და აქეთ-იქეთ ერთ მეორეს აღწევენ. იმას არც მე და არც გოჩა და არც ის რა ქვია ვალიკო და გიორგი ფეხებზე კიდივართ უყურეს. მაინც ხელფას მიიღებენ. სულოს უყურა მეფუტკრეები კი არა, ტელეფუტკარიც რომ იყვეს და გავწყდეთ. მაინც მიიღებენ და შეიძლება უფრო მეტი ხარ. ამიტომ იმათვის მარტივია, მაგრამ როდესაც შემოიტანეს და ეს უნდა აღძალოთ ანტიბიოტიკები, იმიტომ რომ ევროპაში თაფლი ვერ გაგვაქვს აქეთ-იქეთ. კი მაგრამ მოთხარი აქ რო ფუტკარი გაწყდება და მე ევროპიდან რო აქეთ შემოიტანენ თავს, მაშინ რა ვთქვა. ევროპაში რამდენი თაფლი გაგვაქვს ევროპაში? საქართველოში 2000 ტონა თაფლი იწარმოება დაახლოებით ჩვენი მონაცემებით. შარშან გაიტანეს 100 ტონა, ერთი 2000 ტონა და 100 ტონა შეადარეთ ერთმანეთს. 2000 და 100. წელს რო 200 ტონა გავიტანოთ, ახარებული ვიქნებით, აი დახტაფე და ბელაკუდა აში დაკრა ამერ ჩემო დახტუნაო როგორ შორის ეგ დავლური მალახები დახტუნვაო. ერთ კაც და დაბალია პასტიკაც. ოდა ეს მეფტკეროვის საქმე რო უკან მიდის, ეხლა მეუბნები იმას რას თავაზობ, მე ეს ანტიბიოტიკები აქვს დავეთ, მაგრამ ამის სამკურნალოდ რას თავაზობთ. იძულებული ვიყავით ჩვენ თავისთვის ჩვენ თვითონ მივეხება. თუ არ მივხედავთ ჩვენ თავს იმაზე, არც თენგიზ კალანდაძე და არც გელა რაგვარი არის, ხანიშვილი. ნაკლებ ხელს არ მიიღებს. ეხლა რომ აქ ალიკო პაპამოგროვის ჩაატარა დღეს ლექცია და ჩვენ 3 წლის ადრე რო დავიწყეთ. ისეთი როგორ დაიწყო? ჩვენმა ასოციაციამ მიწერა პირველად რომ 200,000-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი დაიღუპა. საერთო ზარალი მარტო ეს 200,000 ფუტკრის ოჯახი რო გადავავლავთ 250 ლარზე. სკიდან რო ამოიღო 10 ჩარჩო იმის ღირებულებაზე 50 მილიონი ლარი გამოვიდა. გელახანიშვილმა მითხრა მაგდენი არ იქნებოდა. გამრავლებით ესია. 25 ლარების ადრე გადაფულზე ერთ ჩარჩო ფუტკარი და ეს ფუტკარი დაიღუპა. სკები კი დაგჭა. არა სკაკი არ არის. სკიანი 350 ლარები. სოციალია. ხო. აბა რა იქნება ახლა ამ მაშამდე დავიდანოში. ხო და აი მაშინ მიმართეთ იმას რომ იქნებ რაღაცა ესენი გამოყოფს. რომ იმასთან და მე მეტი რაც შემეძლო, ასე ვთქვათ, ქუთაისში, იმიტომ რომ დასავლეთ საქართველოში იყო ყველაზე ცუდი, დავინახეთ რომ ეს ნოზე ეს რა ქვია, ვაროა კლავდა ამ იმას ფუტკარს და ხალხი ხან ბიფეტრის აბარებდა ხარისა, 3ჯერ შეიკრიბნენ. 150-200 კაცამდე 3ჯერ და ერთი ამბავი იყო დედას აგინებდნენ სამინისტროს, მაგათმა იმითი მოგვიწამლეს, ვეუბნები არ მოიწამლა რაღაცა მაგათ. აგერ შედეგი გიაიოსელიანს 2000 ფუტკრის ოებიდან დაახლოებით 800 დარჩა. ვანის რაიონში და ვანის რაიონში რო შეწამლეს იმის ბრალია და ეს გიავეულები დასმარდეს. აი ახლა ნახეთ. შენ 1000-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი დაგეგუპა ვანის რაიონში. მაგრამ მინდია ქავთარაძეს წყალმა რო წაუღო ეს რა ქვია ოჯახები აღადგინა, გაყო ის ოჯახები რომელიც ჰქონდა სულ 3-3, 4 და ზოგი 7. და ამას 1500 ფუტკრის ოჯახიდან ნოემბრის წინ 7 ყავს მარტო დაღუპული. 1500 ფუტკრის ოჯახი ერთ სოფელში და ერთ ადგილას არ ექნებოდა დაწყობილი. იგივე ვანის რაიონში არის, ხო იგივეში ზუსტად. შესაძლოა ჩვენ 1200 დაგეგუპა. აბა იმას რატო გადაურჩა?
რატო გადაურჩა იცით? აი რა ჩვენ აქ ვნახეთ და მნიშვნელოვანი იყო და მეოთხე იმას არ მივაქციეთ კიდევ ყურადღება. იმ განაყოფში იყო 0 და აქეთას ხაში იყო 5. იმან გაყო რუაჩუკა ხალხმა თუ დაგეუპა და ის რა ქვია, ვინც ვაჩუკეთ ასე ვთქვათ და იმასე აზოგმა აწიკოსმა იყო. მიადგა და გაყო. და 1500-მდე აიყვანა 2000 მაგივრად და 7 დაიღუპა მარტო ნოემბერში. ძლივს გავაჩერეთ ის ხალხი, რომ აი თქვენ ესე კი არა ისე და ეს. მოკლედ შედეგი იყო ის, რომ ჩავატარეთ სპეციალურად კონფერენცია. ორი მოხსენება იყო ამ ვარვარ დესტრუქტორზე. ერთი ჩემი, ერთი იუზას. რომ აი ესია და დროზე უშველოთ. 170 კაცი ესწრებოდა მარტო იმ დარბაზში, რომელმაც ხელი მოაწერა ესე რომ აი მოვედიო 11 საათზე დავიწყეთ ეს კონფერენცია და იმის მერე კიდე იმდენი მოვიდა 300 კაციანი ის დარბაზი კედლებთან იდგა ხალხი. ისინი არ აგვირისხია. იქიდან ნახევარმა ვერ გავიგო რა ვილაპარაკეთ. ძალიან გავუხარდათ ერთმანეთის ნაირად. ალაფუშეთიც იყო, კარგათაც უჭახური სიკეები, აი შენ როგორ ახარ, ის შენ როგორ ახარ, ნახევარმა ვერ გაიტანა. რაც ჩვენ დაიხარჯა ფული, დაიხარჯა ენერგია, შედეგი იყო 0-თან ახლოს. და იმიტომ იყო მე სამინისტროს მიმართულებით დავეხმარეთ, როგორღაც ჩავატაროთ ესენი. ჩვენო მაგისტრო ფული არ გაქვს, თუ სადმე არასამთავრობოებს ნახავთო და ისინი მოგცემენო, კი. ჩვეულებრივი ამოდენა მაგდენი არ იქნება. ახლა მოვივიდა გული და უთხარი, რას ქვია ამდენი არ იქნება, მე ვთქვი ვარ, მოდი აბა დავთვალოთ ერთიანად. ჩავიდეთ ნებისმიერ სოფელში ზოგან 100 ოჯახიდან 5 და 6 დარჩა ხალხს. და 100-დან ვისაც 20 დარჩა და 30 გახარებული იყო. და ნახევარზე მეტი არ დაღუპულა 400,000 ფუტკრის ოჯახი იყო. ბევრმა მეფუტკრეობა საერთოდ დაანერა. საერთოდ დაამალა კი ბატონო. არიკოს დიდი დამსახურება იყო რომ სუსაჯთავად გამოკითხა ხან ესე ეკითხებოდა, ხან ისე ეკითხებოდა, უჩვენიათ ჩვენ სურათი გვაინტერესებს. 10 ოჯახი და 10 კაციდან შევარ დავიწყე აქედან. ორმა რო გამოიყენოს და გაიგოს ის რაც უთქვა აქ. იმხელა ის გავრცელებას გააკეთებს მე სოფელში რაღაცა ვიღაცას ასწავლის რაღაცას ისეთმის რომ შედეგი მაინც მაღალია. ჩვენც აი მაგის იმედი გქონდა, როდესაც შარშან წინ დავიწყეთ პირველად ამ იმეების ჩატარება და იმას რა ქვია შარშან მანამდე რა ჩვენ ვიჩხუბებთ, რეები ყოფილიყო, შინ შეტანილი რეები არ ყოფილიყო, იმაზე პრეზენტაცია გავაკეთეთ სამივე იმან. მეფუტკრეთა ჩვენი საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა გაერთიანება მანამდე უკვე 2 ლექცია წაკითხული ჰქონდა ზუგდიდში და იმაში და ხალხი თმებზე ყავდნენ იქ 20 კაცი რო იყო გავაგებინე რაში იყო 2 დღე მიმდინარეობდა ეს სემინარი. და ფაქტიურად იმათ შევჩათ თითქმის ყველას ვიყარე. ყველაზე სუდი ის არის რომ სწავლა არ უნდა ნამდვილად. არა, ეგეც არის, რო არ უნდა. ყველაზე ძალიან მაგარი არის და მე ვთქვი რომ აი შედეგი გვაქვს. ამიტომ მოდით დავირაზმოთ და ვასწავლოთ. ბევრმა მეფუტკრეთა ალიანსი გოგი ლაკაყელიანი რომ არის იმის შემდგომელი და ალიკო პაპოვი აი სამმა ორგანიზაციამ შარშან 65 მუნიციპალიტეტში ჩავატარეთ თითო ლექცია. მე წინააღმდეგი ვიყავი, თითო ლექცია არაფერი არ არის. სანამ არ იქნება 2 ლექცია და სანამ პრაქტიკულად არ ვაჩვენებთ, აი მონიტორინგი ესე ხორცი. ეხლა ის უფრო გახსოვთ, მე არკო შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, კაცი გული და სულით მოვიდა, თავს ეკლავდა აქ იმაზე, რომ ჩემთვის ყველაფერი ის მარტივი იყო და გასაგები იყო. მაგრამ იმისგან უფრო ნაკლები დაგჭართ და იმაში ვიდრე ის რაც ნახეთ. ნათქვამიც და წაკითხულიც პირველივე გვერდზე რაც ეწერა, აი აქ რომ შემოწმება დავიწყეთ 4 მთავარი ფაქტიურად ვერ ხო ხედავთ. ეგ ფებრალი კი რა, ზუსტად ვიცით. და უნივერსიტეტში ვასწავლებ. ყველა დარჩია. კაცი, როდესაც კითხვა სვამს, ლექტორია თუ რაღაცა, იმის პასუხი ზუსტად იცის. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც მე გეკითხებით, რომ აი ის რა ქვია. ხო, თავისოდნიდან, ესე იგი, რაც იცის, იმაზე სვამს. თორე არც ერთი ლექტორი მე არ შემხვედრია 6 წელიწადი იმაში ვსწავლობდი და მე 20 წელიწადი ასპირანტურაში. უმაღლეს სასწავლებლებში, მანამდე 11 წელიწადი. 18 წელიწადი მაქვს ნასწავლი. მე არ მახსოვს ვინმეს კითხვა დაესვა, რომელიც პასუხი არ იცოდა თვით. თავად არ იცოდა. ისე გასვაკეთ.
კითხვა და იმაში გამოიხატება შენი ცოდნა კითხვა. ხო. აი ესე არის, ესე იგი საქმე. შედეგი იყო მაინც ცუდი. შედეგი იყო ცუდი, მე გოგიას ვკითხე. კაცო რო ხარ? აი ახლა 65 კაცი რო ვითომ გადავამზადეთ. ჰაი ჩქარა და რო წავაკითხეთ ლექცია, იმიტომ რომ ლაშა შალაბერიძე მოითხოვა რომ ყველა მუნიციპალიტეტში ერთ დღეს ჩატარდეს. რა სისულელია, რა ხეირი ამისგან. ონში, ამბროლაურში, ხონში, კასში, იმაში რომ ყველა იმაში ერთ დღეს რო ჩატარდეს და თუ კი წავა 65, ეხლა რამდენი კაცია მეუთხარი, რომელსაც ხეირიანად შეუძლია აი ეს პრეზენტაცია კი გამზადებულია. მაგრამ ეს ხეირიანად გადაცეს ხალხს, რო იცის. 10? არა, რა სამბობ, ალბათ 5-6. მახლა მეუთხარი, აბა იმის რა ქვია, ლაშე შარამელიძეს რაზე უკრავდი თავს არეკებასავით. აღარ მინდა ვთქვა ერთგან ის რეკია. მე ჩავატარებ 6 და 10 მუნიციპალიტეტში, მაგრამ შევეცდები რომ იმ ხალხს გარდა თეორიულისა ხელში მივცეთ რაღაცა ჰენდაუთი ხელში. რომ ამის მერე წაიკითხოს. ეს არაფერი არა. აი იმ ტრენინგებს და აზრი ამბროლაურში გავიარეთ თქონთან. ეს გადასარევი იყო. 70 დღე, 78 დღე იყო აი შედეგი იყო ეს. იქ არ იყო ის, რასაც მე ვიძახი კიდე. კაც უნდა დაანახო და სკასან თვითავისი ხელით უნდა გააკეთებინო. რო დაანახე, ეხლა თქვენ თქვით არა რომ ძნელი მეგონა ის სპეჩი გარეცხო და მარტივი ყოფილაო და მე რომ მივალ სახში გავაკეთებ. 2 წუთის საქმეა. იოლია, ყველაფერი იოლია, როდესაც როგორც კი დააკეთე. სულება, ახლა 2012 წელს გავიარე ლაშასთან. 2017 წელს კიდე სხვა იყო და დღეს კიდე სხვა. რა თქმა უნდა, ეს ახლა სხვა აქცენტები არის, სხვა იმაზე ვარ გადასული. პლეერდინგის და რაღაცა ახალ-ახალი ხდება. აი, ამიტომ არის, ასე ვთქვათ, რომ მე გამოვიყავი მაცალეთ, მოხარ მე ჩემთვის საკე გავაკეთებ. თუ მექნება ამ მუნიციპალიტეტებს შედეგი და დაღუპული ფუტკრის რაოდენობა ისევ ორნიშნა ციფრებით არ იქნება და ნახევარი არ იქნება დაღუპული 2 წლის მერე. ვიტყვი რომ კარგია და მოდი ესე გავაკეთო. თუ არა ვიტყვი რომ მეც სპეციალისტ სულელი ვარ დავანებით დავი არ მოდის ამ ხალხს ან ვერ ვასწავლით ან არ უნდა სწავლოთ. ამიტომ ეხლა ის რომ სხვა იმეებს, რა ქვია, სხვა რაიონებში ჩავატარებ თუ არა ონზე, ამბროლაურზე, წალენჯიხაზე, ცაგერზე, ლენტეხზე და კიდევ რომელიღაცა გამოვჩე, იმაზეა დამოკიდებული. ეს პროექტი 2 წლის მერე კიდე იქნება სიცოცხლის უნარიანი და სხვა მუნიციპალიტეტებში ჩავატარებთ ამ ლექციებს თუ არ ჩავატარებთ. ცუდი იქნება შედეგი და ისევ იგივე გექნება და ცარიელსკებთან იქნებით. სხვა საქართველოში იგივე იქნება და არაფერი არ გავა. ესეა საქმე. ეხლა ეს ყველაფერი კარგი. აქ ჩვენ ნოზემაზე რატომღაც ხეირიანად არ შევჩერდით, იმიტომ რომ ის ვაროა უფრო დიდი მგელია. გაცილებით დიდი, მაგრამ გეს გოლობა დააბრალესო და თორემ ქვეყანა დააქციაო. ნოზემა მე გულს მიწუხებს, ეხლა კი არა დაახლოებით ალბათ 71-75 წლიდან. Kero komunizmi da ise iro ingreoda, Boria Tsidesan, vašu samestneru kreditni institutis direktori იყო. მივედდა ვეუბნები. ბატონო ბორია. ეხლა არის გრანტებზე ხალხი გადასული. თითქოს გული მიგდოდა, მოდი ნოზემაზე დავწეროთ გრანტი, კომპიუტერი არა მაქვს, ფული არა მაქვს, 20 ლარს ვადლებ თანამშრომლებს, ვინ მოვა? მოდი მევთხარ ეგეთ, ფიზიკის ინსტიტუტში და ესენი ხალხი გრანტს წერს და ჩემი შვილი ცოლშვის ინახებდა იმ ამერიკული გრანტებით. მაგრამ სამაგიეროდ ისენი ქონდა პუბლიკაციები და ის ამერიკაში იმას $100,000 ვერ გააკეთებდა სხვა და აქ 10 და 15 და $20,000 აბდებდა. ის რა სულელები კი არ იყვნენ ისინი. და 20 და $25,000 რო იყო კომპიუტერსაც იყიდი იმასაც და მე მომბრუნდა და რა მითხრა იცით? ვერ ის გავაკეთებია. თვითონ რომ იცოდა რომ იქ ხალხი არ ყავდა რომელსაც რამის გაკეთება შეეძლო. ან ბებრები იყვნენ, ან უცოდინარები იყვნენ. მაგის მერე დავანებეთ თავი, რომ პირდაპირ მისვა. და მე მითხრეს რომ მოდიო 2 წლის მერე სააკაშვილმა რო შემოიღო 60 წელზე მეტისო ხალხი დირექტორი აღარ უნდა იყო. და მიდახიან მოდიო სამეცნიერო პროექტის ინსტიტუტის დირექტორად და იმეოთხარ როლები. მე
ესკამის მთავარი ინჟინერი ვიყავი 299 თქონდა ხელფასი 88 წელს კომუნისტების დროს. დაუკარი იმათ, კარგად იყავით ბიჭები და გოგოებოდეს და წავედით. იქვე გენერალური დირექტორი კუჩი მომზადდა და 340 ორს